და გადმოაიღო ერთი კიმანო და მესროლა. აი ეს კიმანოა ზუსტად სახლის საფეხურებთან დავხდი იქ და აჰა კიდე მოვიდა. ძალიან დიდი ცრემლები, სიხარული, სიყვარული შევიკრიბეთ აღნიშნე. ბიჭებს ვეთხოვე შარვალი და აი აქამდე მქონდა შეკრული შარვალი. მახსოვს მოვიგე და გასკოსონები. თუსებდი რა გარითი მოვიგე. რა ვიცი სპორტს სახელი დადგა ფეხზე. მე რა ვიცი რითი მოვიგე. იქიდან დიღომში 10 წელი ვიმუშავე უხელფასოდ. ვალოდი ეუბნებოდა აი ყოჩა გოგოებსო. ოფიციალური ესენი ვიყოფილა გაცოვო. ტელევიზორში ვინ იყო რო ჭიდაობდა. ტელევიზორმა გამყიდა. კაი მსაჯჯობნიდა ხოლმე გდებებს მსაჯზე სწრაფად დედაჩემი აფასებდა ხოლმე ტრიბუნიდან. ძალიან ჯიუტი ვიყავი ყოველთვის და დღემდე ასეთი ჯიუტი დავჭი და ამ ჩემი სიჯიუტით გავიტანე ყველაფერი. ფანტასტიკური თაობა მოდის. ძალიან მაგარი თაობა მოდის. გვიყარხარეთო. ძალიან გვიყარხარეთო და ვამაყობთ შენით ჩემო გოგო. მოგესალმებით, გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი ჭანიშვილი, ჩვენი პოდკასტი ჯუდო ჭანოსთან, წარმოგიდგენთ იცით ლიდერ სპორტი და ყველაზე მაგარი თემა ეხა რაც არის, იცით, ქალთა ძიუდო, ყავს პირველად ისტორიაში ქართველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში, ეთერ დიპარტელიანი, ყველანი ვარ ძალიან ბედნიერები და გახარებულები ეთოსთან და მის ოჯახთან ერთად, რა თქმა უნდა და ესე იგი რა როგორი ამბავია ეხლა და ეს არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა, რომ საიუბილეო წელი ყოფილა ქალთა ძიუდოს საქართველოში და რა ხდება. გავიდა 40 წელი მას შემდეგ, რაც საქართველოში პირველად შემოვიდა ქალთა ძიუდო და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან აი ამ პირველი და უნიკალური თაობის წარმომადგენლები, ნუ შემდგომ მათ უკვე თავიანთ კარიერაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს, როგორც ძიუდოისტებმა, შემდეგ როგორც მწვრთნელებმა, მსაჯებმა და ასე შემდეგ. ამას ჩვენ გავშლით თემაში. მოკლედ საიუბილეო წელია და ჩვენი სტუმრები არიან აი ამ პირველი თაობის წარმომადგენლები, მივესალმოთ რუსო კუპატაძე, ია ზღულაძე და ლუდა ფერაძე. მოგესალმებით რუსიკო. ია ლუდა, მადლობა რომ მოხვედით, მე მგონი კარგი საუბარი გვექნება, ბევრი რამე გვაქვს ალბათ გასახსენებელი, მოსაგონარი და რა ვიცი ასე შემდეგ და ალბათ ჯერ ისე ეიფორიაში ვართ, ხო, ამ ეთოს წარმატების გამო ქალთა ძიუდოს რუსო რა სიტყვია, მოდი დავიწყოთ საუბარი თქვენგან, როგორი წელი აქვს ქალთა ძიუდო საქართველოში? გადასარევი, აი მართლა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით რა. ეთოსგან მით უმეტეს აი ნამდვილად ველოდი რომ ასეთ შედეგს დადებდა. ახლა პირადად ძალიან კარგად ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ ნუ სხვებისგან მომისმენია რომ ძალიან შრომის მოყვარია, ძალიან იხარჯება ვარჯიშებზე და ამას შორიდან ვადევნებ თვალს, ასე ვთქვათ და აი ნამდვილად ველოდი რომ ასეთ შედეგს დადებდნენ ჩვენი ქალბატონები. და პლუს გუნდურში გამარჯვება და ძალიან დიდი როლი ითამაშეს. ძალიან დიდი. რა თქმა უნდა, როგორი იყო აი ეს ემოციები, ხო? ისტორიული დღეები. ემოციები მსოფლიო ჩემპიონატი ალბათ იყო გვირგვინი. მე ვერ გადმოვცე, ძალიან გამიჭირდება. ხმა მებზარება ხოლმე ამაზე, მაგრამ ჩემთვის იყო ყველაზე დასანანი ეთოს მარცხი ევროპის ჩემპიონატის ფინალში. წელს, კი ბატონო, ხო. აი მეტკინა, აი ნახდა რა გერმანელ გოგონასთან თითქოს იყო პატარა შეცდომა, რომელმაც მარცხი გამოწვია. მაგ შეიძლება სასარგებლოც იყო ის დამარცხება, რომ უკვე ფინალში, სოფლიოს ფინალში უკვე სხვა ეთერი გამოვიდა. სხვა ეთო იდგა იქ. მერე გუნდური გამარჯვება. იქ სოფოს გენიალური სასწაული გააკეთა სოფომ და ის ევროპის ჩემპიონატის გუნდური медаლი იყო ალბათ საწყისი იმისთვის რომ სოფლიოზე რაც მოხდა და რაც მივიღეთ. აი იმ დღეს ალბათ არ ვსუნთქავდი, ვერ ვდგებოდი, ვერ შორდებოდი, რომელსაც აი მე როგორც მსაჯის თვალითაც უყურებ ყოველთვის ამ დიდ შეჯიბრებს, არა მარტო სპორტსმენებს, არამედ თვითონ მსაჯებსაც კი უყურებ და ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ჟესტი, ყველა შეფასება, ჩემთან ცოტა სხვა კუთხითაც უყურებ. მაგრამ ეთო იყო აი მოწოდების სიმაღლეზე და ალბათ ასე მეგონა მე მომიწვნა, მე მაჩუქა ის ოქრო, აი ჩემთვის იყო თითქოს მე მიხდიდა მადლობას. ალბათ ყველა ქართველს ეგ შეგრძნება ჰქონდა, რომ ბედნიერი იყო ყველა ადამიანი. ხმამაღლა უღრიალებდი მე, აი მართლა ვტიროდი, დედას ვიცვალ, აი ვტიროდი ხმამაღლა. ლუდა რა სიტყვი ჩვენ ერთმანეთ აეროპორტში იყავი მოსული
შენს მოსწავლეებთან ერთად ხო, ბავშვებთან ერთად ვისაც ავარჯიშებ უკვე წლები ამდენი ხანია ხო და მაგარი ემოციები იყო ალბათ არა? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობას მოგიხდით მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. ბედნიერი ვიყავი მეც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეც ვთვლი თავს ამ ძიუდოს ოჯახის წევრად. რასაც რუსო ყვება, იაყვება უზომოდ. ბედნიერი, გახარებული და მინდა აღვნიშნო ეთოსთან ერთად მარიამ ჭანტურია, რომელსაც ჩავარდნა ქონდა. მარიამიც, როგორც სოფიც, ძალიან შრომელი გოგოები არიან, ეთოც. მარიამაც გვასახელა. კი, თუმცა იქ ფინალში რა თქმა უნდა. მანამდე ჩინეთთან დავიწყეთ ეგ შერეული, იქაც ძალიან მაგარი დიახ, ის ვაზარი ძალიან გჭირდებოდა, მარიამის ვაზარი. კორეელთან ხო საერთოდ ის იყო, ხო? კი ბატონო და ნუ ეთო სასწაული იყო. სასწაული გოგოები. კი, არიან გოგოები კიდე ნინოა ლოლაძე, ასკილაშვილია და სხვა გოგოებიც ხო, რომლებიც ხო. მოკლედ ხო ეიფორია და მაგარი იყო ძალიან ეხა რაზეა საუბარი და ამხელა წარმატება კიდევ ერთხელ ჩვენი აი ამ სტუდიის სახელითაც და ესე ერთობლივად ეთოს ეს და ჩვენ გოგონებსთან და ბიჭებსთან მიულოცოთ გამარჯვება ხო შერეული თუმცა პირველად მოხდა ხო შერეული სუიაპონი გაიგება და იცით და ოლიმპიურ მედალსაც ველოდებით. აი ხო შემდეგი თამასა ხო ალბათ უკვე იქნება რომ ოლიმპიურ თამაშებზე მოდი ესე ვთქვათ მედლისთვის ვიჭიდაოთ. ეხლა რა მედალი იქნება ის თუ როგორ იქნება, მოდი ამას რო გვიჩვენებს რა თქმა უნდა, წინასწარ შეიძლება. კარგი, მოდი ეხლა დავიწყოთ ამ საიუბილეო თემაზე გადავიდეთ. ესე იგი, რუსიკო 40 წელია, ხო? და ნუ ესე საიუბილეო თარიღია 1984 წლებიდან, ესე არის, ხო? რაც დაიწყო საქართველოში და შემოვიდა ქალთა ძიუდო, ქალთა ჯუდო. მოდით დავიწყოთ იმაზე საუბარი, როგორ დაიწყო. და თქვენ იყავით სათავეში პიონერები ხართ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები რო გადაიდგა თქვენ იყავით პირველად ჯუდოგი კიმონო ერთქვა მაშინ ეხაც ისა ჯუდოგი ქვია რეალურად რა მაგაც ვილაპარაკოთ თქვენ ჩაიცვით და თქვენ ტატამიზე თქვენ შეხვედით პირველები ესეა ხო თუ რა მეშლება შევასწავლოთ არ გეშლებათ აი როგორ იყო ეს ამბები გავიხსენოთ მოდი კი ბატონო მე და ია ვსწავლობდით ერთად თოიძის სამხატვრო სასწავლებელში რა ხო და აქ ჩვენი ფიზაღზრდის პედაგოგი იყო ალიკა ოქროპირიძე. ხო და ასე შემოგთავაზა რა, ის გოგონებო ხომ არ გინდათ რაღაცა და ჭიდაობაზე სიარული, ძიუდოს ჯგუფს ვაყალიბებ. ხო და ნუ მე რა თქმა უნდა ძალიან ისეთი სპორტული ბავშვი ვიყავი ყოველთვის ბავშვობიდან. მიყვარდა ზოგადად ჭიდაობას ძალიან მიყვარდა. მყავდა სანათესაოში მოჭიდავეები და ასე ვთქვათ ქონდა რა ასეთი მიდრეკილება ასე ვთქვათ ჭიდაობის მხარეს. ხო და გადავწყვიტე რომ შევსულიყავი ამ ძიუდოზე. ეს რა პერიოდია ზუსტად ეს 85 წლებია რა ხო ნუ ეს პერიოდია ხო აი მაგ პერიოდში ვსწავლობდით ამ თოიძის სასწავლებელში და თოიძის სპორტულ დარბაზში ქონდა ჩვენ ალიკა მასწავლებელს გაშლილი ეს ლეიბი სამბოს ლეიბი 6 ცალი დაახლოებით 6 ცალი ტატამიც იყო და ნახევარი ლეიბი იყო ნახევარი ტატამი იყო და ჭიდაობის სექციაც იყო ხო ესე თუ ჭიდაობის სექცია კი არ იყო კარატე ახლა ტატამი იყო ლეიბი არ იყო ხო ლეიბიც იყო ნაწილი ლეიბი იყო, ნაწილი ტატამი იყო, ანუ პატარა მონაკვეთს ახლა მახსოვს დღემდე ნახევარი კიდე იატაკი იყო, ბრატ. ნახევარი იატაკი იყო, მაგრამ ჩვენ ყოფნიდა რა, ჩვენ აქ დავიწყეთ ვარჯიში ხო, მოკლედ რა. ასე ნელ-ნელა მე შემოგვიერთდნენ გოგონები, ზოგმა დაანება თავი, ზოგს არ მოეწონა, ზოგი მე შემოგვიერთდა, ხო, ერთი ჩართოლანი ყავდა ქეთინო, ჩვენ ერთად დავიწყეთ ამანაც ვარჯიში. ჯგუფელები ვიყავ. ერთ ჯგუფში ვსწავლობდით რა თოიძეში და ია მანამდე გვიწუნებდა არჩევანს, კაი რა არის ეს ჭიდაობა დავცინო. ქალი და ჭიდაობა მე თვითონ კიდე კარატეზე დავიწყე სიარული. ხო, მე კახეთში და რა მოხდა მე? იცით როგორ რაღაცა იყო? მე ხა გურიაში დავიბადე და გავიზარდე ჩემთვის ჭიდაობა და ძიუდო ცოტა ისეთი უცხოხილი იყო. ერთი მახსოვს ბავშვობაში რომ ხაბარილი რო გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. მახსოვს რაღაცა მატარებლის თემა რომ ჩამოვიდა მატარებლი და აი ოლიმპიური ხო რაღაცა ეს მახსოვს ლანდად მახსოვდა და ცოტა შორის კი აი შოთარო გახდა ჯოჯიშვილი ოლიმპიური ჩემპიონი, მაშინაც ეს მატარებლის თემა მაშინაც იყო. თემა მახსოვს იმისგან რა ქვია, აი გორში რო ჩავინდე ასპარატობა. კი, რაღაცა ტელევიზიით და ხო, ეგე, ხო. აჰა. და მოახდინა საბჭოდება იმ ამბავი. დავიწყე იმაზე კარატეზე სიარული. რამოდენიმე ხანი დავდიოდი და ერთხელაც რუსიკოსთან მე ჩვენ ერთად დავდიოდით, ერთად სუნთქავდით რა. ერთ სტუდიაში მუშაობდით და ერთად ვიყავით.
და აი ძალიან კარგად მახსოვს იქ ოთახი იყო და ესეთი თაროზე ელაგა ესე ბევრი კიმანოები და გადმოაიღო ერთი კიმანო და მესროლა ალეკო მოკროპირზე აბა გაისინჯე გავისინჯე და დავჭი მოგერგო კარგად იყო აი ეს კიმანოა ზუსტად აი ეს აბა ვარჩინოთ აი ეს აქ ფოტოებიც ჩვენ ფოტოები მოვამზადეთ ასე თქვა რაღაცა და ეს არის ია მე მგონი პირველი ერთ-ერთი პირველი ჩანსი ესე კარგად აბა ჩემი პირველი კიმანო შეიძლება ითქვას ეს არის რომელიც ჩავიცვი ეს არის რომ გადმოგიგდოთ თუ ეს არის ზუსტად ეს არის ის კიმანო იმიტომ რომ ჩვენ ყავის ფუფუნება არ ქონია ბევრი კიმანო მაშინ არ იყო თეთრი და ლურჯი კიმანო ხო თეთრი კიმანო იყო და ეს მესროლა ის კიმანო ჩავიცვით და აი ჩავიცვი და მე აღარ გამიხდია შეიძლება ითქვას ვაჰ ესე იგი პირველი შეჯიბრი აი პირველი შეჯიბრი იყო ჩვენ ვიყავთ შრომით რეზერვებს ვეკუთვნოდით და პირველი სპორტული ცესის ვეძახოდით, ცესზე წავედით. უკრაინაში იყო, მაშინ რომელი ქალაქი იყო? ხერსონში. არა, ხერსონში. გომელში? არა. ჩერნიგოვში. ჩერნიგოვში ხო ჩავედით. აი ბუდეში უკრაინა მაგ პერიოდში მანამდეც უფრო მანამდეც ერთ-ერთი პიონერი იყო ასევე რატო რომ მე მგონი პირველი ჩემპიონატი საბჭოთა კავშირის თუ არ ვსწრები ძიუდოში სწორედ კიევში გაიმართა იქ ჩატარდა ანუ ერთ-ერთი ის იყო რა საკმაოდ ძლიერი სკოლა ჰქონდათ მაშინ რუსეთი თავისთავად უფრო ადრე დაიწყეს ამ საქართველოში შემოვიდა უბრალოდ გვიან აი მაგაზეც თქვა აი ია რომ მოხდება პირველი შეჯიბრი რომელზეც ჩვენ წავედით ის იყო შრომით რეზერვების საბჭოს პირველობა და ჩავედით მახსოვს პირველი შეხვედრა რომელიც ქალების კი ხო ცალკე ქალები ხო რა თქმა უნდა წავედით 6 თუ 8 გოგო ვიყავით აღარ მახსოვს ზუსტად არ მახსოვს ახლა ეს დიდი ხანია გასული რამოდენიმე გოგო ვიყავით წასულები რო წონაც ვიყავით ჩვენ წონა არ დაგვიკლია არ ჩვეულებრივად გავედით და ვიჭიდავით მახსოვს პირველი შეხვედრა მოვიგე მერე წავაგე მერე მოვიგე მერე ანუ მედალი არ ამიღიე პირველ შეჯიბრს ოღონდ მახსოვს რომ და გვარით იმიტომ მახსოვს რომ მერე ის კაცი წლები მოყვებოდა ცენტრალურ საბჭოს და ნაკრებშიც ვიყავით ცენტრალური საბჭოს ნაკრებში შრომით რეზერვების ცარანოვი იყო გვარად და იმან მომკიდა ხელი და ჩემს მწვრთნელს ეუბნება რომ აი ეს ბავშვი მე ეს გოგო მე მინდა რომ ნაკრებში იყოს და ვიყავი დიდი ხანი მან ნაკრებში საუბარია ნაკრების საბჭოთა კავშირის ნაკრებზე არა ცესის ნაკრებს ცესის ნაკრებს სანამ სხვა შეჯიბრი სპორტული საზოგადოებები ხო შრომით რეზერვები საკმაოდ ძლიერი იყო ესენი ამზადებდნენ როცა ცენტრალური საბჭო და იმ ნაკრებისთვის ხوار გამზადებდა თან კი იმ ნაკრებისთვის მე ტარდებოდა აი ცესებით ტარდებოდა ზოგჯერ ჩემპიონატები ზოგჯერ ქვეყანა აი ანუ რესპუბლიკები აყენებდა ცალკე სხვადასხვანაირად იყო ზოგჯერ იყო საბჭოთა კავშირის თასი ოღონდ ცესი აყენებდა დინამოს ნაკრები მე მაგალითად ჩვენ დინამოზეც დინამოსგანაც მაქვს მე ნაჭიდავები გუნდური თასი საბჭოთა კავშირის და შრომით რეზერვები და მე დინამოში გადავედი ჩვენ მე შეიცვალა სიტუაციები რაღაცა ფინანსური მხარე შრომით რეზერვებს არ ქონდა იმდენი ფინანსები ვერ გვაფინანსებდნენ მე დინამოზე გადავედი ეს წლებია ხო 84 5 6 აი ეს პერიოდი კი თან როგორ ყველაფერი აი სიტუაციები ძალიან ჩქარავ ვითარდებოდა ყველაფერი ჩვენ ფაქტიურად არ ვიყავით აი სულ ჰაერში ვიყავით ყოველთვის მქონდა შეკრებებზე კი ნაკრებში ვიყავით მე და რუსკო ძალიან მე მეგონა იტყოდეთ რომ აი თავიდან რომ დავიწყეთ და ესეთი არაფერი არ ხდებოდა ტურნირები არ იყო თურმე მთელი ამბები იყო მოდი ეგ თქვენ რო ჩაგთოთ საუბარში ეხლა თქვენ როგორ მიხვთ თქვენ ცოტა თუ იგივე პერიოდია ოღონდ ცოტა ასაკით პატარაა ჩვენ აი რომ ახლა რო ეძახიან ჭაბუკების ნაკრებს ასე ვიყავი გამოყოფილი შრომით რეზერვებში დავიწყე მაშინ ისიდორე მჭედლიძე იყო ასეთი პიროვნება და აქ არ არის აქ არ გვაქვს რა თქმა უნდა ალიკა ოქროპირიძე დიახ ისიდორე მასწავლებელი დავიწყეთ იქ დიახ არაჩვეულებრივი დიახ ეს პატარა ამონარიდია ესეთი ლელოდან ეს არის რომელი წლის თელო მაგას ნახავთ ვერ. ნუ ის პერიოდია ხო 80-იანი წლებია. 85 წლის არის. მე გონი რუსი აი კი ზემოთ მე ვარ ილია. კი ჩვენი ის არის. ქეთინო ჩართოლანი არის. ზია იყო გავრილოვა. ნინო ოდიკაძე. ეს ნინო ოდიკაძე. კი ბატონო. ამ ზია გავრილოვა რუსი. ეს გოგონა არ მახსოვს. აი ეს არ მახსოვს ეს გოგონა. სახელი და გვარი არ მახსოვს უფრო სწორად. შუაში რო არის. ოძელაშვილი ხო არა. და აი ეს სურათი არის გადაღებული შრომით რეზერვების ცესი
კი ბატონო, კარგი, დაუბრუნდეთ ლუდას პირველ ვარჯიშებს. მეც ფეხ და ფეხ მივყვებოდი ამ ჩემ უფროს მეგობრებს. კი. დავდიოდით წეღან აღნიშნეს, რომ ნამდვილად დინამოს შეჯიბრებებზეც ვიყავით, მერე CS-ებზეც დავდიოდით, სკალს მგონი ხო, არმიის სპორტული ხო. და ინტერესი იყო, ანუ აი გოგოები თქვენი ასაკის ხა იმ პერიოდში როგორ გახსოვთ, აი რა ხდებოდა რა. კი, ძალიან ბევრი ვიყავით. კი, ძალიან მნიშვნელოვანი თემა და მაგ თემამდეც მივალ. თქვათ, ხო, აბა ხო, კი, რა ვიცი, არავინ არ გზღუდავდა ჩაოლებრივად. ძალიან შრომის მოყვარეები, ბევრი წარმატებული გოგო ყავდა მაშინ. ჩვენც ვიგებდით, ჩვენი ასაკის ჭაბუკებზე მაგ საუბარი და ფეხ მიყვებოდით ამ გოგონებს. ერთად ვიყავით, მე აი ბელორუსიაში ესეთი ოლიმპიური ბაზა იყო სტაიკებში, გავდიოდით წრთნას. ეს მოსკოვის ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდა ოლიმპიური სოფელი იქ ბელორუსიაში და არაჩვეულებრივი შეკრებები ჰქონდა. შეიძლება არის ფოტოები, მაგრამ აქ არ არის ამ წუთას. ხო, აქ არის ბელორუსის ნაკრებია ჩვენთან ერთად ამ სურათში. ხეთ ფოტოა, ესე იგი, ესეთი ვარიანტია. კი, ბელორუსის დიახე. ანუ ესე ჩვენ ესე ქართველები და ასე ვთქვათ ეს პერიოდია, ხო? დიახ. შეიძლება იცი კიდე რა უნდა გითხოთ, რომ ალბათ აი რაღაცამ ხო გამოიწვია მაგ პერიოდში ქალთა ძიუდოს განვითარება საბჭოთა კავშირშიც და მსოფლიოშიც მანამდეც და შეიძლება ეგ ხო არ იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ჩატარდა 1980 წელს ნიუ-იორკში. ქალებს შორის. მანამდე არ ტარდებოდა. ესეა რომ პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ქალთა შორის ჩატარდა 1980 წელს ნიუ-იორკში. თან ახლა მოსკოვის ოლიმპიადა იყო მაგ წელს. და ალბათ რაღაც წამოვიდა, ხო, რომ შემდეგ შემოვიდა საქართველოში, ალბათ რაღაცა, აი თქვენ თქვათ როგორ ინფორმაციას უცხოურ ძიუდოზე, უცხოურ ჯუდოზე როგორ იღებთ, აი როგორ უყურებდით მაგალითად, აი სხვა ქვეყანაში თუ მაინც ცოტა ჩაკეტილი პირველი შეხვედრები, პირველი საერთაშორისო ტურნირები ჩვენთვის არ იყო ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ნამდვილად ოღონდ პირველი რაც იყო, გვითხრეს, მაშინ იყო ალბათ საერთაშორისო ტურნირები. ეს ერქვა ყველაფერს საერთაშორისო ტურნირი და საკავშირო ტურნირები და საკავშირო, ეს შიდა ტურნირები იყო და საერთაშორისო ტურნირები ტარდებოდა ხოლმე მოსკოვში იყო 8 მარტის საერთაშორისო ტურნირი და საკმაოდ ძლიერი ტურნირი იყო. აი, უძლიერესი ტურნირი იყო და ერთხელ მახსოვს არა კავშირის ქვეყნები ჩამოდიოდნენ ალბათ. თუ აი დიდი იუგოსლავია ხო არ ჩამოდიოდა პოლონეთი რაღაც. მთელი საფრანგეთი მე მახსოვს. ჩამოდიოდნენ სხვაები ხო? უცხოელები ჩამოდიოდნენ, ძალიან დიდი შეჯიბრი იყო. პირველ წელს მე ჩემ წონაში არ მიჭიდავე 61-ში, წონა ვერ დავიკელი 57-ში, 56 იყო და რაღაც სხვა შეჯიბრისთვის ვემზადებოდა. რა მარტის ტურზე მივდივართ, წონა მქონდა ის რომ 61 ვიყავ. არა 61 არ ვიყავ, მაგრამ იმ წონაში ვეღარ ვიკლებ, რომ დამიკლო ვეღარ ვიჭიდავდი და ვიჭიდავე 61-ში. და მახსოვს აი ფინალამდე ისე გავედი, არ დავღლილვარ და მეთქი ოღონდ არ დამაკლებინონ 56-ში, აღარ მინდა 56-ში 61-ში ვიჭიდავებ თქო. იმდენად კარგად იმას ვქენი რა, გავედი. ხო, ესე იგი ტურნირები, რაცაც ამ ყვებით ახლა, თქვათ ახლა რომ დღევანდელი რომ შეხედავთ ჩვენ გადაცემას, ხო ჩვენი ნაკრების წევრები, უფრო ახალგაზრდები, ჭაბუკები, კადეტები, გოგონები ხა მათ იციან რომ თასებია ძალიან ბევრი ხო ეხლა რომ შეადაროთ აი ეხლა რამდენი თასები არის გრან-სლემები გრან-პრია ამდენი ტურნირია ეხლა და თქვენ დროს აი მაინც თავარი ტურნირები რა იყო რაზეც ან მონაწილეობდით ან ხო პარალელი რო გავავლოთ ხო ეს შედარება European Open European Open. ანუ ჩვენ არ გქონდა მაშინ ასეთი წვდომა. მინდა პირველად აი აღნიშნო ის რომ დღესაც ვეუბნები მოსწავლეებს რომ მეტად უფრო არიან გახსნილები, იმიტომ რომ საქართველოს ჩემპიონატები ტარდება და იმის მიხედვით მერე ნაწილდებიან ევროპის ჩემპიონატებზე. ჩვენ ეს კომფორტი არ გქონდა. სხვა ბარიერი. ჩვენ საქართველოს ჭიდაობდით, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული მერე მიდიოდა CS-ებზე
ანუ სპორტული საზოგადოებები ეხლა როგორც არის კლუბები რა იგივე დინამო შრომით რეზერვები არმიის სპორტული კავშირები და არმია ეს იყო ძირითადად ხდებოდით ერთმანეთს ოლიმპიური რეზერვები იქიდან მე უკვე ამას ვჭიდაობდით ამ CS-ებს ასე ვთქვათ და აი იქ სამეულში შესული უკვე გავდიოდით მე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს ვჭიდაობდით მაშინ ესე იგი კიდე ძალიან ბევრ ბარიერს გავდიოდით კი ახლა უფრო ადვილია კი ესე იგი ჯერ უნდა მოხვედრილიყავი იქ საქართველოს ნაკრებში ხო ჩვენს ხო აქ შიგნით რესპუბლიკაში კონკურენცია იყო სხვათა შორის საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო ვერ ვიტყვით რომ წონაში მინიმუმ 10-15 გოგო ყოველთვის იყო იყვნენ აი მე ახმეტა ქუთაისი აი მოდი რეგიონები ხო აი ეს თქვა როგორ იყვნენ ვარჯიშობდნენ მარტო თბილისი კი არის ახმეტა ქუთაისი გორი თელავი სოხუმი ხალდაგოები და ცხინვალში ძალიან იყო და ჩვენ ცხინვალშიც ვართ ნამყოფი იქ შეკრებაზე ნუ ალბათ სოხუმში ალბათ ბაზაც იქნებოდა რა სოხუმში ეშერაში ვართ ნამყოფი ეს არის ეშერაში კი 99 წელს ბაზა არუჩულებრივი კი ეს ეშერას და იქ მქონდა საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად გავდიოდით შეკრებას წვრთნაც ისინი მაშინ ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და ჩამოდიოდნენ და აქ და ჩვენც გავდიოდით ჩვენ საქართველოსთან ისიც რა უნდა კითხოთ ანუ ამ ასე დროს როგორი დამოკიდებულება გქონდათ თქვენს მიმართ თქვათ იგივე ოჯახი ანუ ოჯახში რას ანუ რუსიკოს რაღაცა კაი ან მეგობრებისგან თუ კიდე მე მკითხე კეთვი კურიოზი ყველას გქონდა კი მე პირადად აი ხო მივხვდით ახლა აღარ გავაგრძელებთ კითხვის დასმას რა თქვენ ჯობია მოგისმინოთ ხო ნუ რა ვიცი დრო იყო ისეთი რომ რაღაც ცოტა ქალთა ჭიდაობა რაღაცა ეს ძალიან მიუწვდომელი რაღაც იყო რა და შეუფერებელი ქალისთვის ასე ვთქვათ და ეხლა ჩემი ოჯახი პირადად ძალიან დიდი წინააღმდეგი იყო ძალიან ჯიუტი ვიყავი ყოველთვის და დღემდე ასეთი ჯიუტი დავრჩი და ამ ჩემი სიჯიუტით გავიტანე ყველაფერი ასე ვთქვათ და მაინც გავაგრძელე ვარჯიში ვერავინ ვერანაირად ვერ შემიშალა ხელი და ასე თუ ისე შეძლების დაგვარად რაც მოვასწარი ანუ შედეგები ვაჩვენე. მაშინ ერთი ფოტო უნდა გაჩვენო. აი შეიძლება ეს ჯიუტე ჩანდეს. და ამ ფოტოზე ვისაუბროთ და მე შევხედოთ. აი ეს სუარიშულ. ხო, ეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი იყო კიევში. ხო. ეს უბრალოდ შეჯიბრის წინა მოთელვა. აი, მოთელვა არის შეჯიბრის წინა. კი, შეჯიბრის წინა მოთელვას ვატარებდით. თბილისისკენ როგორ იყო საქმე? თბილისის პირველობა ჩატარდა. ნუ თბილისის პირველობა ქვიოდა რომ ვინც ვიყავით, ვინც ვარჯიშობდა თბილისში გოგოები, ყველა შევიკრიბა და ჩატარდა შეჯიბრი რაღაცა. და მოვიდა ქალბატონი თამარ ბალავაძე. კი ბატონო, კი. გადაიღეს ჩვენი კოლეგა უფროსი და გადაიღეს რაღაცა და გადაათვალიერა ქალბატონმა თამარმა და მომკიდა ხელი და ინტერვიუ ჩაწერა ჩემთან. პირველი ინტერვიუ. ეს ინტერვიუ ჩაწერა ოღონდ რაღაცა პერიოდი გავიდა მის შემდეგ და მე შეჯიბრზე წავედი. დიახ. ჩამოვედი შეჯიბრიდან, ჩამოვედი სამტრედიაში და წავედი გურიაში. ჩავედი სახლში. სანამ წავიდე ხო რა თქმა უნდა ჩემო ოჯახმა იცოდა, მაგრამ ჩემო ოჯახმა იცოდა რომ მე ფრენბურთზე დავდიოდი, ხო მე რომ ფრენბურთელი. ხო მე ჩემთანაც იგივე. ფრენბურთი იყო გამოსავალი ხო, რაზე დავდივარ. ვერავხსნიდი და ჩავედი სახლში და მამაჩემო ცარითვალ გამომხედა. რა ქენით მეუნე. რაც ქენი შეჯიბრზე მესამე ადგილი ავიღე, მითხარ მესამე ადგილი ავიღეთ მეთქი და თითებს ვიმტვრ. ტელევიზორში ვინ იყო რო ჭიდაობდა. ტელევიზორმა გამყიდა ტელევიზიამ და გადაცემა. ვა, ესე თამარ ბალავაძე. ჩამოშვა ტელევიზია. ვა, მე ფრენბურთზე ხო არ გადახვედი. დავრჩი. უდა თქვენ შემთხვევაში რა იყო ფრენბურთი, სამი სხვა რამე ხო არ იყო? ძალიან დიდი წინააღმდეგობები მქონდა ოჯახის წევრებისგან, მამისგან განსაკუთრებით, რომ ეს ქალური სპორტი, ნუ არ არის და ქალს რა უნდა მანდ და ოი და ყურები, ნუ როგორც იციან დაემტრევა, დამახინჯდება, ანუ მე შემდგომ ისე შეუყვარდათ და დედაჩემი ისე ჩაერთო იყო პირველ და ისე კაი მსაჯობნიდა ხოლმე გდებებს მსაჯზე სწრაფად დედაჩემი აფასებდა ხოლმე ტრიბუნიდან ჩვენი მომარაგებელი იყო ლუდას დედიკო როდის კოკა პროდუქტების მომარაგებელი იყო და იმდენად შეუყვარდა ეს სფერო რომ აი ყველანაირად
გვერდში ედგა. შეკრებაზე მოდიოდა ხოლმე ჯამჭურჭელი თქვაბებით რამე და აი საჭმელები მოკონდა ჩვენთვის. გვერდში მედგა ბოლომდე. ხო, მნიშვნელოვანია ძალიან ახლა ხო შეიძლება თან ის წლებიც ისეთი იყო მაშინ ხო ის კი არა დღევანდელი თაობის გოგონები წყვებიან რომ აიგივე ეთო წყვება ხოლმე სოუბიზნაც გამიგონია რომ ოჯახის წევრები თითქოს ანუ მაგრამ მე მგონი ეხლა მე მგონი აღარ არის ეგრეთ ხო და ის სტერეოტიპების რაღაცა დროც არა მარტო ოჯახის წევრები ჭან არა სწავლეები რომლებიც დედებს მოყავთ აჰა ხო და მაბარებენ ბავშვებს როგორც იცი აი მე შენ გაბარებ როგორც შენ საკუთარ შვილს და გაზარდე ხო მე მყავს პატარები მყავს გოგოები ნო აი მე მეიმედება რომ ისინი უკვე მენტალური აი პრობლემა აღარ ექნებათ ის რომ აი ქალი და კაცი და ქალს რა უნდა ძიუდოში და ქალი კუხნაში ეგ თემა უკვე აღარ აქვს მაგას სხვანაირი შეხედულება აქვს უკვე ახლა უკვე დაჟე ტატამზე რო შემოდიან უკვე სხვანაირები არიან უფრო ჩამოყალიბებული მოდი ისეთ კითხვებს მისმევენ ხანდახან როგორც მსაჯს მიჭირს ხოლმე ხანდახან პასუხის გაცემა მაგრამ ბაშინ ბავშვურ შეკითხვებს ვავენ რა თქმა უნდა ну ესე გამოდის რომ ძალიან აქტიურად დაიწყო რეალურად ხო ვარჯიშები ქონდათ აგერ როგორც ყვები შეკრებები ძალიან ხშირად დადიოდით ანუ საზღვარგარეთ როგორ ახლა ნუ ქალაქ გადიოდით ხო ქვეყნიდან გავდიოდით საქსენეთ კიევ უკრაინა ბელარუსი და სხვადასხვანაირები და ტურნირები და რაღაცა და დაუშვათ ანუ აქტიურად ჩაერთეთ. თუმცა ანუ მე რაც მოხდა 90-იანებში რა ამბების დაიწყო, რა თქმა უნდა, ხა ამან ძიუდოზე, ქალთა ძიუდოზე კი არა, თლიანად ქვეყანა რა დღეში იყო გვახსოვს და ალბათ ამან დიდი დაღი დაასვა, ხო, როგორ 90-იანებში როგორ ქალთა ძიუდოს გუნდი. აქტიურად კი არა დაიშალა, დაშლაც იყო და დაშლაც. ეს არის ჩემთვის მაგალითად ერთ-ერთი პიროვნება პერსონალურად მიუჩინეს ქალთა ძიუდოს, რომ დაეშალა ქალთა ძიუდო. სახელს და გვარს არ დავასახელებ გარდაცვლილია. აი მე დაანგრია, მთელი ძიუდო დაანგრია როგორ იცი და აი ძალიან ცუდი რაღაცა გააკეთა და მართლა დაიშალა. მე პირადად სპორტში დავბრუნდი 2018-ში მე და რუსო. 98-ში. დავბრუნდით, როგორ იცით, თბილისის საერთაშორისო ტურნირები რო ტარდებოდა, ის ამ არეულობის დროს ბოლოს საქართველოს ჩემპიონატად გადაიქცეთ, მოგეხსენე, მარტო ქართველები გამოდიოდნენ, ქვეყნები აღარ ჩამოდიოდნენ და შეჯიბრი აღარ იყო. ბატონმა შოთამ მაშინ 98 წელს ჩატარდა პირველი საერთაშორისო ტურნირი კი არ იყო, უკვე მსოფლიო თასი. თბილისის. კი, მსოფლიო თასი. ხო. მე და რუსიკო ვიჭიდავთ. მახსოვს მაშინ ბატონმა შოთამ თხოვა რომ აუცილებელია რომ გოგონები სტატუსი რო ქონებოდა რომ ქალების და კაცების მსოფლიო თასი. დიახ, ეს ამხელა პაუზა იყო შუაში. არა, მე 95 წელს ვიჭიდავე, ჩემი სახსრებით წავედი მოსკოვში აი იმ სარვამარტო ტურნირზე. აჰა, დიახ. ანუ გამგეობაში მივედი, ქალბატონი მედია მეზრიშვილი იყო ცხონებული. სახლის საფეხურებთან დავხდი იქ და აჰა, კიდე მოვიდა. ასეთი სახით. კაცო, ქალო, მეუბნება. აი ესეთი ხო ძალიან ახური აქცენტი ქონდა ამ ქალს და ბიჭები თვინ ვერ მივიცია ფულინა. ეს კიდე წარამარა დამადგება ფული მამე. ის ხოდაშორის ეგ მომენტი ალბათ იყო ხო, რომ აი ხო და მოსკოვის ტურნირი ვიჭიდავე მაშინ. კაცების ძიუდოს მივხედოთ ეხლა რა დროს ქალების ძიუდო ეს იყო. პრიორიტეტი იყო კაცები, კი. ხო, ნუ რაღაც თავისი ის ქონდა ეტყობა მაგას. ხო და მომცა ფული ამ ქალბატონმა მეზრიშვილმა და წავედი ამ მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე და სამწუხაროდ პირველივე შეხვედრა ხანტე იწავაგე. მაშინ ეს ხანტე ისეთი და ეს ცხონებული ეს მაღალ მახსოვს გვარია პიროვნების ამნიშნულობა აქვს. ხო, კი ბატონო. აი ადგა და წამოვიდა, როგორ იცი, აი მართლა შევეცოდე, იმიტომ რომ ჩემი ჭიდაობა იყო, აი მთლიანად ჭიდაობა მე მიმყავდა. ხო და რატომღაც იმას გაუშვირეს საჯებმა ხელი და ასე ჩავეხსენი ამ შეჯიბს და ძალიან გულდაწყვეტი გამოვედი იქედან ასე. ხო არ იყო შემდეგ წლებში სხვა მსგავსი ტურნირები ან იყო, მაგრამ ფულს ვერ ავშოულობდი. იყო, მაგრამ არ იყო დაფინანსება. ხო, იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ახლა ჩვენი ნაკრები წლებში ჩადიოდა, ხო, ნუ ავად თუ კარგად გამომდინარე ხა რა გაჭირვებას იყო ქვეყანაში და ფინანსები არ იყო და გვახსოვს ხა მეც მახსოვს ხა ხო და ახლა რა ხდებოდა მაგ წლებში და რაღაცა და ოლიმპიადებზეც არ იყო ხოლმე თანხა და რაღაც ძალიან დაბალი საპრიზო და ზედმეტია ლაპარაკი ხო რაღაცეებზე და
მაინც იყო იმ წლებში, რომ თქვა საქართველოს ნაკრების სახელით ხوار ქალები აღარ არის ფიზიკურად შეუძლებელი იყო. წარმოუდგენელი იყო. ვინც მოახერხა წავიდა პერიოდი, ხო რომ დაიშალა, შეჯიბრებები არ არის, ვარჯიშობ, ხო რაღაცა მიზანი ხო გააქვს, რომ რაღაცა შეჯიბრისთვის ემზადები. ვერ ივარჯიშებ. ელოდები აი ეს, აი ევროპა, არა გოგოები არ წავლენ. აი რაღაცა მოდის, არა გოგოები ვერ წავლენ, ვერ წავლენ. იყავით თქვენ? ხო, ვარჯიშობდით, მაგრამ სხვა ხარ თქონდა აქ სამნი ვართ ჩვენ, სამნი ბრძანდებით, მაგრამ არის ძალიან ბევრი ქალბატონი, გოგონა, ვინც იმ პერიოდში აქტიურად დადიოდა, ვარჯიშობდა. ბევრი ვარ. ყველანი რომ მოსულიყავით. დიდი მაგიდა რომ გაგუშალა ისე შეიძლება და კი. და იძულებული გავხდით რომ ყველამ თავის საქმეს მიხედა შეიძლება ითქვას და ყველაზე მახსოვს რომ ბატონმა შოთამ ხაბარლმა დამიბარა მაშინ ვაკეში იყო ფედერაცია და მივედი და აი როგორ რაღაცა მქონდა იცი გიორგი აი ცხოვრებაში არ მავიწყდება შევედი დარბაზში და მითხრეს რომ ვარჯიში დამთავრებული იყო და დარბაზში იდგა ვარჯიშის სუნი სხვა სუნს ვერ დავარქმევ და გვერდზე ტატამის გვერდზე ჩამოვჯექი მაგის კამზე და ვზივარ ველოდები ხომ და ჩამოვიდეს ბატონი შოთა და გავიხედე გამოვიხედე დავაფიქსირე რომ დარბაზში არავინ არ იყო ხელი გავაპარე და ტატამს მოვეფერე აი ეს მე ჩემი თავი დავიჭირე იმაში რომ რაღაცა გენატრება ადამიანს და რო ავედი შოთასთან და შოთა მითხრა რომ ესეთი სიტუაცია არის და იქნებ როგორმე ნაკრები შექმნათ ეგრევე რუსკოს დაურეკე მოტრიალდი იქ ერთი ეკარინადაშვილი მას დაურეკე ვისაც მივწვდი ვინც ნინო მირუაშვილი ხო ვინც ფეხზე იდგა ვისაც კი რამე შეეძლო ყველა მას თქვენ რა ქვია მომნახეთ ეს გოგოები და იქ ვაკის დარბაზში დავიწყეთ ერთი თვით ადრე რა შეჯიბრო ეს რომელი წელია იაბოში 18 და 98 წელში გავედი და აი ბირმ სოფლიო რაღაცები იქნებოდა ბირმინგემის არა აი ეხლა რაც ჩვენ გვაქვს გრანდსლემი ამის წინამორბედი 98-ში დაიშვა ქალების და კაცები უნდა ჩატარებულიყო არა ეს სოფლიო ჩემპიონატისთვისაც ხო არ იყო თუ ჯერ იმაზე ზედმეტი იყო საუბარი მოდი დავიწყოთ ჯერ ჩვენ რაც გვაქვს სოფლიო თასი წამოიღო შეიძლება ითქვას ეს შეჯიბრი რომ იანვარში რომელიც ტარდებოდა იანვარში იყო მეც რომ მახსოვს აი იანვარში უნდა ჩატარებულიყო შეჯიბრი წამოიღო ქალები და კაცები მაგრამ მე კომისიამ გადაწყვიტა რომ კაცები დატოვეს და ქალები წაიღეს ბულგარეთში ქალები აქ არ ჩაატარეს ჩამოვიდა მაშინ იყო ისრაელის გუნდი იყო საბერძნეთის გუნდი იყო ჩამოსული საკმაოდ ისეთი წარმოადგენლობითი გუნდები იყო ჩამოსული აზერბაიჯანი სომხეთი ნუ გოგოები მაგრამ მაინც მიიღეს გადაწყვეტილება რომ დაჟე მახსოვს ერთი თეთრი კიმანოთი ფინალში გამოვიდა ფინალი უნდა ვიჭიდაო ვიცი რომ თეთრი კიმანო მაშინ ახალი ის იყო ხილი იყო და მოვტრე და ლურჯი კიმანო ჩავიცვი და შარვალს ვერ პოულობ ლურჯ შარვალს და ბიჭებს ვეთხოვე შარვალი და აი აქამდე მქონდა შეკრული შარვალი იმას ხო ფიქრობდი ოღონდ შარვალი არ დავკარგო ტატამზე რომ გავალ თქო აი ესეთი პერიოდი თქონდა მე და რამაზი ჩოჩიშვილი ჭიდაობდა მძიმეში რაღაცა შეჯიბდა ანუ რამაზი რო გამოდიოდა მე შევდიოდი და მახსოვს რომ გამოვედი რუსიკო მეთქა იქ და რუსომეთქის სურათებს იღებდა რა ეს და მახსოვს მოვიგე და გრუსკოსონები რუსომეთი რა გარითი მოვიგე მე რა ვიცი სპორტ სასახლეში დადგა ფეხზე მე რა ვიცი რითი მოიგე ესე იგი გამარჯვებული ხარ ია ჩემპიონი გახდა ია არის ჩემპიონი ხარ თბილისის საერთაშორისო ტურნირის მე მეორე ავიღე ხო სწორაში მე აუ მე მგონი მაგის აი ეს დაჯილდოების ფოტოები ეს რა აქ რა ხდება კი აი ეს არის აი ამასთან წავაგე ზუსტად შემოჭვაზე დამიჭირა და ვეღარ გავეკეცი კი ეს აქ მეცე ყურადღება კიდე იმას რომ ანუ პრიზი რა არის მაგნიტოფონია კი მაგნიტოფონი რადიო მაგნიტოფონი კი სასაცილო მაგნიტოფონი იყო და ეს პატარა ბიჭი არის მე მგონი თქვენი ირაკლია ხო თქვენი ძმისშვილი კი ასე გამოიქცა და ამომიხდა კვარცხლბეკზე და ხო, ესე იგი ეს ფოტოც ესე არსებობს, ხო? ისტორიული ფოტოა, ასე ვთქვათ. ხო, ესე იგი თბილისის ტურნირის მე გამარჯვებული და პრიზიორი. მე ქალები ტარდებოდა უკვე ბულგარეთში, კაცები ტარდებოდა აქ და მე რაც
გასაგებია. ჩვენ გზას მივხედეთ, მაგრამ სამსახურები დავიწყეთ, აქეთ იქეთ და ხო. თქვენსკენ რა ხდება ახლა? ანუ 2000 წელი მოვიდა. 2000 ხო. მივედი მაშინ ძიუდოს ფედერაციაც არ ერქვა ვაკეში და დამხვდა იქ გენდივანი, ჩვენი ბატონი ცხონებული ანზორ მარტყოფლიშვილი და შევთავაზე რომ თუ შეიძლება არსენიჩს ესე მივმართავდით. კი ბატონო, კი არსენიჩ. თუ შეიძლება რომ წვრთნელად დავიწყებ მუშაობას, გაგიშდა, გაასავს. არა, ქარა. არა მაქვს ფული, წადი, ხელფას ვერ გადაგიხდი. არსენიჩ, გეხვეწები, მომეცი უფლება, ვიმუშავებ, არ მინდა ფული. კარგი, ხო, წადი. პირველად ვაკეში, მერე პლეხანოვზე, იქიდან დიღომში 10 წელი ვიმუშავე უხელფასოდ. და პირველი გოგოები, როგორ შევაგრო, ეხლა გუნდი ხომ მჭირდება. დავიწყე მარჯანიშვილის მოედნით. მანქანით ვერ მივიდოდი ბავშვებთან, იმიტომ რომ საშიში იყო. ეს საუბარია აყვანა ბავშვების დაინტერესებაზე და გადმობირება ძიუდოზე. მანქანით რომ მივიდე, შეეშინებათ. ვაყენებდი შორს. და სადაც თავშეყრის ადგილები იყო, შევხედავდი რომ გოგონები და ბიჭუნები საუბრობდნენ, ფეხით მივიდოდი, დავდგებოდი, გავეცნობ, ვეტყოდი რომ აი მე ვარ ძიუდოს მასწავლებელი, ნუ ზოგი მიყურებდა რა არის ძიუდო და ვუხსნიდი რომ აი ესეთი სპორტი არ არის საშიში, ნუ გეშინიათ მობძანდით, მოსინჯეთ. რას ამბობდნენ მე? თავიდან კი მიყურებდნენ. ვინმე წამოვიყვანეთ მაქედან? ნუ ჯერ ზვიადაურს მოგებული არა აქვს ოლიმპიადა მაგ პერიოდში და არ არის ისეთი ტალღენტი რომ ცნობილი ამბავია რომ ზურას გამარჯვების მერე ვინც არ იცოდა იმანაც კი ისეთი დაინტერესდა. კი, ეგაც ძალიან დაგვეხმარა დარბაზებში არა მოგჯერ დაწყე. ხო. მაგრამ ესე იგი ესე აგროვებდით ბავშვებს, ხო? ესე აგროვებდი ბავშვებს. ნელ-ნელა ვაჩვევდი ტატამს, ვაყვარებდი და პირველ ნაბიჯებს უკვე გავდიოდით. 2003 იყო ბაქოში ევროპის ჩემპიონატზე მივიღეთ მონაწილეობა. მოდი ეს რა ასაკობრივზეა საუბარი თუ რა ევროპის ჩემპიონატზეა? ჭაბუკები იყო და მე არა ევროპის ჩემპიონატი იყო ბაქოში, კარგად მახსოვს, მე-5 ადგილი ავიღეთ. გუნდი თუ გოგონა მაიღო? 24 კილოში, კი. მე-5 ადგილი ავიღეთ და ნელ-ნელა მერე ესე რაღაცა ფესვებს ვიდგავდით. კი ბატონო. ზვიადაურის ერის დასაწყისი უკვე ცალკეები. ეგ როგორ გახსოვთ ესე ხო მართლა ძალიან საოცრება. მე პირადად საერთოდ სპორტიდან წასული ვიყავი, არანაირი შეხება უკვე სპორტთან არ მქონდა, სხვა სფეროში მოღვაწეობდი და ტელევიზიით გადის, ახლა ველოდებოდი რომ ზვიადაური ჭიდავს, ზვიადაურს მე მანამდე ვიცნობდი და ძალიან კარგად ვიცნობდი და არაერთი წლები ვიცნობდი. და მართლა რომ ბიჭებს მე მაინც კავშირია მაგათთან აი ძიუდოსთან არ მქონდა გაწყვეტილი მინდოდა თუ არ მინდოდა აი 98-ში ვიჭიდავე მე რაღაცა აი კავშირები მქონდა ხან შეჯიბრებებზე დავდიოდი ხოლმე მსაჯობდი რაღაცა ისე ინსტიტუტში როცა ვსწავლობდით მაშინაც გვეძახდნენ ჩვენ უნივერსიადა გვამსაჯეს არ გახსოვს იქ ბალონთა კლუბში რაღაცა შეჯიბრებებზე მეზე გამოვდიოდით და ზვიადაურმა რო იჭიდავა, ერთი მახსოვს რომ სიხარულიდან სკამიდან გადმოვარდი. ხო, ეს ძალიან ისეთი პერიოდი იყო. საჯმა რომ ნახევარ ფინალში მასთან ბრიტანელთან მატერო მისავსიო გააფრთხილა მეთქი და საჯმა რომ დაატრიალა მოხსნა ის ბრიტანელი გორდონი მე მგონი. გორდონი. რო დაუტრიალა გორდონს, აი მახსოვს მაშინ სკამიდან გადმოვარდი სიხარულისგან, აი ბედნიერი ვიყავი, რომ ფინალში გავიდა. ფინალზე უკვე აღარ არის ლაპარაკი. ფინალი ხო ჰიროში იზუმისთან. თბილისში ჩატარდა 99 წელში თუ 98-ში. 98-ში მე მგონი. აბა რას იხსენებთ, ეგ რა იყო? სოფლიო უნივერსიადა. უნივერსიადა ხო სტუდენტების. აი ეგეთი უნივერსიადა მე მიმსაჯია უნივერსიადა. პირადად მიმსაჯია შენზენის უნივერსიადა, სოფლიო უნივერსიადა ნამსაჯიმა კი. ოღონდ აი ის კასტი რაც მაშინ ამ შეჯიბრზე იყო ჩამოსული, წონაში იყო 60-70 სპორტსმენი. და даже მაშინდელი გამარჯვებულები მე ვეხმარებოდი მაშინ სპორტსმენი ვიყავდა, ვეხმარებოდი, გამარჯვებულები მიმყავდა დოპინგ კონტროლზე. რაღაცა სპეციალური ისენი ივსებოდა, ბლანკები იყო
და იქედან მიმყავდა დოპინგ კონტროლზე, უნდა გამეყვანეს, დავალება მქონდა ესეთი. დიახ. და აი ყველა სპორტსმენი, ყველა გამარჯვებული, даже მახსოვს ამირან ტოტიკაშვილმა ეჭიდავა, აფრიკელი სპორტსმენი იყო, 2 ამირანის სიმაღლე იყო. და 60 კილოში ჭიდაობდა და ის აფრიკელი 2 ამირანი ძალიან მაღალი იყო. და ისე უყურებდა ამირანა რა მიწვდება ამას ესე შეყურებდა. აი რაღაცა კურიოზები გვახსოვს. კარგი იყო, ძალიან საინტერესო იყო. ესე იგი ეს არის 80-იანების კუბიცურული, ხო? ხო, 88-89, სადაც ეს პერიოდი იყო. კი ბატონო. კიდე რა შეიძლება გავიხსენოთ აბა იმ პერიოდის, აი დაუშვათ აი რო ახსენეთ საჯობის პარალელურად დაიწყეთ ეს თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი? საჯობა როგორ იყო? სემინარები გავიარეთ ვალოდიამ აი სერიოზული რაც მოხდა ერთი პირველი შეკრიბა ვალოდიამ ეს საჯთა კოლეგია ასე ვთქვათ, სემინარები ჩაატარა ერთგვარი. მოყვარული მსაჯები. ხო, ეს რა რომელი წლებია დაახლოებით? ეს 2000 წლის შემდეგ იყო. არა, ეს იყო უკვე ოლიმპიადის შემდეგ. კი. ოლიმპიადის შემდეგ. ზუსტი ისენია, ათენის ოლიმპიადის შემდეგ, ხო? ათენის ოლიმპიადის შემდეგ ჩატარდა ერთი სემინარი, ჩატარდა მეორე სემინარი, მოხდა მსაჯების სრული ეკიპირება. სპეციალური ესენი რა ქვია სერტიფიკატები გაიცა. გამოცდები ჩავაბარეთ ჩვეულებრივ. მე და იან ბიჭებს ვაჯობეთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ბიჭებმა ძალიან ცოტა ქულები დააგროვეს და მე და იან საკმაოდ მაღალი ქულები დავაგროვეთ და ვალოდია ეუბნებოდა, აი, ყოჩა გოგუებსო. ოფიციალური ესენი ვიყოფილა გაცოვო. მოდი აი საჯობის პერიოდის აბა ერთი აქ რაღაცები კიდე მაქვს, ფოტოები და მას გაგახსენებთ. ესენი ვიყოფილა გაცოვო. აი აქ რა ხდება? ეს არის 2012 თბილისის მსოფლიო თასი. არა, საქართველოს ჩემპიონატი ეს. მართლა? კი, საქართველოს ჩემპიონატია, ვაჟა დავინახე ბალხამიშვილი და ეხლა ეს ბიჭი ახლა მწვრთნელია, სამგარი არ მახსოვს. აი ეს. და გდება რომ გააკეთა, მე რომ იპონი ავწიე და რა ხელი რომ მომაკ, ის გამარჯვების ხელია გაწეული. ეს ძალიან ისე მხიარული სურათი, ეს თავი აქ ამასწავლებს და ვაჟას გამომეტყველება, ეს ვაჟას მოსწავლია. და ეს იყო ძალიან ისე საინტერესო ის და ამ სურათმა даже ეჯუზეც იდო ეგ სურათი ერთი პერიოდი. თვითონ კი, ეჯუზ გააშუქა რაღაცები და ეჯუზე იდო. ხო. ეს ალბათ ჯერ კიდე ეს დინამოს დროინდელი. თქვენ ხართ, ხო? ელზა გაბრიელიანი მე და რუსიკო. ეს დინამოშია გადაღებული. ხო. დინამოს დარბაზში. даже დინამოს ეს 80-იანი 85-87 წლები არის. დინამოს მაისური მაცვია შიგნით. კიმანოში კარგი ეკიპირება ქონდა დინამოს. დინამოს ისეთ სერიოზული ძალიან კარგად გვაცმევდნენ. კარგი ეკიპირება. ბაილონი შარფ. აი სხვათა შორის, კიდე ეს ვერ მივხვდი რა გუნდი არის. ეს არის საქართველოს ნაკრები შემდეგი თაობა. ეს არიან გოგონები, რომლებსაც მე და გოდერძი ველიჯანაშვილი ვაგრძელებდით მერე. მოვიდნენ და ეს არიან ბავშვები. კიკნაძის ტურნირი არ არის, უნდა ეს. აქ არიან, ნახე, ნინო ოძელაშვილი არის, ნათია ოძელაშვილი. კიკნაძე არ არის. არა, მერე არის ირინა ლეონიძეც არის, თეა დონღუზაშვილის სტუმრის სტატუსით არის, აჭარის გუნდი არის, თიკო არის ქულუსაშვილი, აქ ჩატარდა თბილისში ჩატარდა პრეზიდენტის თასი გოგოებო. ეს არის პრეზიდენტის თასი, რომელიც ჩატარდა სპორტის სასახლეში. აქ არიან ჩემი მოსწავლეები, ზოგი აჭარის გუნდის და ჩვენ მსაჯობდით. და ეს გოგონები მსაჯობდნენ. თეაც სტუმრის ამპლუაში იქნებოდა, თეა დონღუზაშვილიც აქ არის სურათში. დიახ. მოდი თეაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ თეა თბილისში აი იმ პერიოდში დაიწყო თუ აი როგორ ვარჯიში და მე ვიცით ხო თეა მოვიდა დინამოზე. ხო. დინამოზე მოვიდა თეა. მოვიდა სკას დარბაზში პირველად. აი აქ რომ იყო ვაკე საბურთალოს გზაზე. სკას დარბაზი თუ გახსოვს? მაშინ იყო მურადი მწარიაშვილი ჩვენი სკაში ძიუდოს სექციაც იყო. იტო სკა და მოდი ესე მაშინ ესე ჩვენც ესე ვეძახდით სკა და ბუროვესტნიკი იყო გვერდით. მანდ ხო? მანდ ძიუდოს სექცია იყო, ხო? ეს ის პერიოდია გიორგი, როცა მწარიაშვილი იყო ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
და მქონდა ჩვენ ერთი დარბაზი მქონდა, სადაც გვარჩევდით გვერდზე იყო კარატე სექცია. კი, პატარა დარბაზი არმიის სპორტულ კლუბში, კი, მეორე სართულზე ვიყავით ჩვენ. მან ვარჯიშობდით, ხო? კი, და მან მოიყვანეს თეა დონუზაშვილი პირველად. ანუ პირობები ალბათ უკეთესი იყო მანცკას დარბაზში და მაგიტომ ხომ გადმოვედით. არა, მაგიტომ არა. სასტუმრო ამირანშიც მახსოვს რომ შეკრებაზე ვიყავით. გეტყვი ახლა რატო? ამირანი გვერდზე გეტყვი ახლა რატო ეს მურადი მწარიაშვილი თვითონ იყო წარმომადგენელი ამ ცესკას ანუ საერთოდ ურინებდა რაღაც ხელფასებიც კი გქონდა ჩვენს კადამ გქონდა ხელფასები არ გახსოვთ გოგო ხო ეხლა ცოტა ისეთ რაღაცას ვამბობთ ჩვენ ნუ რა ვქნათ მაშინ ასეთი დრო იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ჭიდაობდით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით და ეს ცესკაც იყო ცენტრალური არმიის კლუბი და ეს ჩვენი მწარიაშვილი მუშაობდა ამ ცენტრალურ არმიის კლუბში და ამიტომაც დარბაზიც ავიღეთ იქედან იყო ხო აი აქ არის მეტი წვდომა ქონდა იმ სპორტში აქ არის კი ეს მურადი მწარიაშვილი აი ეს ძალიან კარგი პიროვნება ნათელი ჩვენი გუნდის მასაჟისტი ეს ქალბატონი გვერდზე ბატონი მწარიაშვილის გვერდზე ეს ჩვენი მასაჟისტი იყო ექიმიც იყო და ექთანიც ყველაფერი იყო ეს გალი ხო აქ ორი გოგონა სხვათა შორის ერთი ხო საბჭოთა კავშირის ნაკრებიდან იყვნენ ეს გოგოები ორივე 61 კაზულინა და იმ მეორის გვარი აღარ მახსოვს ეს ოსი იყო ეს გოგო ოსი იყო კი ჩრდილო ოსეთიდან იყო ეს გოგო კი ხო და ესე იგი თეა ნუ შემდეგ აქედან წავიდა და აი უკვე ეს 90-იანები რომ დაიწყო უკვე და ეს დაიშალა ჩვენთან გუნდი თეა წავიდა როგორც ვიცი მე ვლადიკავკაზში იქ გააგრძელა ვარჯიში და მე იქიდან რუსეთის ჩემპიონატი იჭიდავა ჩემპიონი გახდა როგორც ვიცი და იქიდან მოხვდა მე ნაკრებში სანქტ-პეტერბურგში მოხვდა და მე ხო ნაკრებში და ნუ მე უცით ხო ოლიმპიური პრიზიორი არის სოფლიოს პრიზიორი და ევროპის ჩემპიონიც არის მე მგონი თუ სწორად მახსოვს პრიზიორი მე მგონი ზუსტად არ ვიცი ახლა ვერ მოვიტყუები ნუ ოლიმპიური პრიზიორი ნამდვილად არის მე მგონი ათენის და სოფლიო პრიზიორი ევროპის თუ ტოკიოში ჭიდავა მაგრამ ტრავმა მიიღო და ვეღარ გააგრძელა ჩაიხსნა მე დაჭიდავები აქვს მასტერსი ჩინელთან ტრავმა მიიღო ფინალში ხო ნუ ყველაფერი ეს ვიცით ახლა ხო რუსეთის სახელით და იმ პერიოდში ხო ისე დროს მოუწია თეას ვარჯიში კიდე კარგია რომ წავიდა და კიდე კარგია რომ ყველა ურთიერთობა მასთან გაქვთ ხო მეგონი კი რა თქმა უნდა ჩვენ არ გაგვიწყვეტია ურთიერთობთ ყველასთან მით უმეტეს აი ამ საბჭოთა კავშირის პრიზიორიც ყავდა ჩვენ ძველი ადრინდელი ნანა ასრათაშვილი იყო რომელიც პირველი ქალი იყო საქართველოსდან, რომელიც მესამე პრიზიორი გახდა. ნანა ხო არის? ნანა აღარ არის. ნანა უკვე წასული იყო რომელიღაც სურათში. ეს არის ირმა უძელაშვილი, ბახტაძე, ზია გავრილოვა, ეს ევა იყო ენუქიძე და რუსიკო, მე და ქეთინე ჩართოლანი. აი ეს იყო ტარტუში ეს პირველი ჩემპიონები გავხდით ამ ტარტუში ხო ხა დიდი ასაკის გოგონები არიან ესენი მაშინ არა დიდები არ ვიყავით ჩვენთან შედარებით აი პრიბალტიკის ქვეყნებში ძიუდო იყო ძალიან განვითარებული წელში ჩატარა შეჯიბრი სადაც ჩემპიონები გავხდით აჰა კი მე და ია ზუსტად მახსოვს რომ გავხდი ჩემპიონი მაგრამ სხვა ვინ გახდა აღარ მახსოვს ერთი წელი ყაყაჩუკი არა ტულპანი მომწეს ტულპანები გვაჩუქეს ხო და აი ეს რაღაც სიგელი დიპლომივით რაღაცა ხო და ყველაზე სასაცილო რა იყო იცი ამათ ყავდათ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები ჩვენ წონებში რა ვისაც მოუგეთ და გაგიჟდნენ ესენი ვინ ჩამოვიდნენ არა და ძალიან ცოტა ხნის დაწყებული ვარჯიში მქონდა ეხლა არ მქონდა დიდი ხნის დაწყებული და აი ამათ საბჭოთა კავშირის ჩემპიონებს მოუგეთ მოდი აი მანდი მაგ ტურნირზე ხო აი აქ არის კიდე აი ამ ლელოს სტატია რო არის აქ ეხლა ძალიან წვრილად წერია მეც უკვე ვეღარ ხედავ კარგად სათვალის გარეშე მაგრამ მე მგონი აქ წერია რომ ესე იგი ნუ კიმონო გოგონებმაც მოვირგეს ერთ-ერთი პირველი სტატია ალბათ როდესაც და ლელოს ულაშუქებდა კი კიდე ახლა ბოლოში რაღაც წერია რომ ესე იგი ესო ქალების კაპრიზი კი არ არისო უბრალოდ ეს არისო წარმატებული ქალი სპორტსმენების მცდელობა რომ კიდევ უფრო მეწარმატებად ანუ რაღაც კაპრიზი კი არ არისო რომ ჯუდოზე დადიანო ანუ რაღაც ესეთი ის იყო ხო ალბათ ნუ იყო მაშინ ესე რომ თქვათ
აი ეს პერიოდია ზუსტად რომ აი ფეხს იდგავს საქართველოში ქალთა ძიუდო. კი ბატონო. აი ეს პერიოდია ზუსტად. აი ამ ფოტოზე ვამბობთ რომ ასევე ესეთი ცნობილი ფოტოა საბჭოთა კავშირის ეს ფოტო გადავიღეთ დარბაზში ბიძინა მოხევიშვილი, მურადი მწარიაშვილი, ჩვენი გუნდის ექიმი ლერი მიქელაძე და ეს გუნდი არის ის სტარტაპ გუნდი, ვინც ბრინჯაოს მედლები ავიღეთ. მახსოვს ძალიან კარგად ბიძინა გამოვიდა გაბრაზებული ჩვენ ბიჭებზე ბრინჯაოს მედლებისთვის წააგეს და აღარ გამაგონოთ ბიჭებს, всё, გადავდივარ ქალებს ნაკრებთან. ხუმრობით იტყვა. ხო, და ხუმრობით ხა და ეს ფოტო გადავიღეთ მაშინ, რომ სამახსოვროდ ეს ფოტო არის გადაღებული იქვე დარბაზში დაჯილდოებამდე დაჟე. ესე იგი, მოდი კიდევ ერთხელ ვთქვათ, ესე იგი, აღხსნათ რა ტურნირი არის და რა ხდება. საბჭოთა კავშირის თასია. საბჭოთა კავშირის თასი. ოღონდ ჩემპიონატი არის. ნუ თასი არის, იგივე, ოღონდ გუნდური ჩემპიონატი რა, ფაქტიურად ეგ გამოდის. და საქართველოს ნაკრებია ეს. ხო, კი ბატონო. და არის მესამე ადგილი აიღეთ მართლა. ისე წარეთ მახსოვს ფინალში გადასასვლელს კი არა და მესამე ადგილისთვის ჭიდაობდი. ხო და მტკინეულზე დამიჭირეს. ხო და გამიჭიმეს ეს ხელი და აი არა და ვიგებდი ამ შეხვედრას არაფრით არ დავარტყი ხელი იმიტომ პირველი წონა იყო ჩემი გამიგე და ეხლა ჩემი მოგება ძალიან ბევრს ნიშნავდა რა გუნდისთვის უკვე ხელი არ დავარტყი და ამოიწურა დრო და გამარჯვება რა თქმა უნდა მომანიჭეს მე და ამის მერე წავიდა და ერთი შეხვედრა წავაგეთ მე მგონი ნონას ვარიშვილმა და საბჭოთა კავშირის თასი მესამე ადგილი ხო მესამე ადგილი ხო დანარჩენი ყველა მოვიგეთ ეს ჩვენი შეხვედრები რაღაცა ეთოსთან მქონდა მიმოწერა დღეს ლიპარტელიანთან IGF-ს ჭირდება რაღაც ვიდეო და ის ვიდეო უნდა გამოეგზავნა და ეხლა გამომიგზავნა და ამ ვიდეოს მე გავუგზავნი ეთოს და ეთო მოვიკითხოთ აბა ლიპო გვიყვარხარ ეთო ძალიან გვიყვარხარ ეთო და ვამაყობთ შენით ჩემო გოგო მიყვარხარ. ეთო წარმატებები. ველოდებით ოქროსფერ არშის. კი. წითელი არშია ჩამოუვიდა უკვე. კი, ვიცი, ვნახეთ, მაგრამ მოკითხვა ეთოს, მოკლედ ჩვენი სტუდიიდან და ჩვენ დაუბრუნდეთ ამ სურათებს. კარგით, კიდე გვაქვს რაღაც ფოტოები, რაღაცეები წამოღებული და მე მგონი ხო. ეს ფოტო არის ძალიან მნიშვნელოვანი ფოტო, აი მაგის ქვემო ფოტო. ეს ხო, აი მოდი აბა ეს შევხედოთ და ეხლა თქვენთან ჩვენ საჯები. ხო. ეს არის მე მგონი თბილისის გრან პრი უკვე. ხო სწორია. გრან პრია. აი მოდი, აი ესე შევხედოთ კამერასაც და ხო გრან პრია მე მგონი 2014. 2014 კი. კი. 2013 წელი ეს. 13 თუ არის, მაშინ გრან პრი არ არის. გრანსლემი. ესა გრან პრია. გრანსლემი მე იყო 2000. ეხლა გეტყვით ეს რა არის? ეს არის უკვე ჩვენი IGF-ის ბანერები, ეს არის გრან პრი 14. 14. გრან პრი. ხო. აქ ესე იგი სამივენი ხართ, ხო? თქვენ და პლუს კიდე არის მარიკა. მარიკას მოვიკითხოთ. მოვიკითხოთ აუცილებლად. და იქნებ ერთ დღეს ერთადაც შევიყაროთ თან დავუშვათ პარიზის გრანსლემზე. სულ მოდის ხოლმე, ხო ვიცით? მარიკა ყოველთვის ძალიან მაგრად გულშემატკივრობს ჩავდივარ თუ არა აი მთელი დღე ჩვენს გვერდით არის და მთელი დღე აი თუ ვინმე ჩადის საქართველოსდან ცნობილი პიროვნება რომელსაც შეიძლება მარიკა იცნობდეს ყველას ხვდება აბსოლუტურად ეს ჩვენი ძიუდოს ოჯახი ისეთი ოჯახია რომ არ არსებობს რა აქ ყველას ერთმანეთი გვიყვარს კი ну რთული პერიოდი მაინც აი როგორ იცი რა უკვე ბოლოსკენ რო წავიდეთ ჩვენი პოდკასტის მაინც როგორ ფიქრობთ ანუ იცი რა იყო ის რაც გაიარეთ ქალთა ძიუდომ ან რას ისურვებდით რომ უფრო უკეთესი ყოფილიყო იმ წლებში ან მაინც კარგად მე როგორც ახლა გატყობთ მაინც კარგად გახსენდებათ ის საუკეთესო წლები იყო ჭანო მართლა ხო აი ერთ-ერთი საუკეთესო წლები პირადად ჩემს ცხოვრებაში და ალბათ ლუდა და იაც აღნიშნავენ მაგას იყო ჩვენ ბევრი რამე ვნახეთ მეგობრობა ერთმანეთის გვერდში დგომა მხარში დგომა ეს წლები საოცარ ადამიანებთან ურთიერთობა ალბათ საჭირო იყო ეს რომ კარგი იყო რომ არ ყოფილიყო ის ცუდი წყვეტა არ ყოფილიყო ის ცუდი ადამიანებსაც ქალთა ძიუდო არ აინტერესებდა
და დღეს ბევრად უფრო მაღალი დონე იქნებოდა საქართველოში და ბევრად მეტი медаლი, მეტი ის იქნებოდა. შეიძლება ცოტა უფრო ადრე მოსულიყო. მაგრამ თავი არის რომ ის ყველაფერი დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთვის ხელი მოეკიდათ და ნორმალური მწვრთნელი მოეჩინათ ჩვენთვის, ხო? აი ეს გოგოები, ვინც ვიყავით და ვინც ვარჯიშობდით კიდე და თავს ვაკლავდით კიდე ვარჯიშს, აი აუცილებლად სოფლიოს მედალსაც მოვიპოვებდით, ევროპაზეც მოვიპოვებდით მედალს, შეიძლება ოლიმპიადაზე ვერა, მაგრამ ახლა ასაკიც გვიწყობდა, ხეს არ ვიყავით, რა ისეთი რუსო, რახან ოლიმპიადა რახან ახსენეთ, არ იყო ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი ძალიან დაბალი იყო, იგივე ატლანტა 96-ის, შემდეგ იყო სიდნეი 2000, ათენი 2004. ახლოსაც არ ვიყავით. ანუ არანაირი ვარიანტი არ იყო, ხო? შანსი არ იყო არანაირი. საბჭოების ჩემპიონი და გამხდარი ყავი და მე ხვდებოდი. ხო, ეს ეგ მანამდე, მაგრამ მე როგორ იყო? დაუშვათ 90 აი ატლანტაში მოხვედრა შეიძლებოდა 16-ში. ნუ კაი, სიდნეი 2000-შიც ალბათ ძნელი და 2004. უკვე აღარავინ აღარ ვარ. 8-შიც უკვე არ იყო და მე როგორც ახლა მახსოვს, შემდეგ პირველი მოდი აი ესეთა შემისწორეთ თუ არ სწორად მახსოვს, პირველი ქართველი გოგონა, რომელიც გამოვიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, უკვე აქეთა ჩვენი ეპოქა არის, აქეთა მხარია, ხო? კი. მე მგონი ნინო იყო ოძელაშვილი. თიკო იყო. ხო, აი გამახსენეთ. ჩემი მოსწავლე. აი არ ვიცი ბოდიშტი, ხო? ეს გოგონა, ხო? მსოფლიო ჩემპიონატზე. მსოფლიო ჩემპიონატზე. რომელ წელს? თიკო ქულუსაშვილი, აი წელი არ მახსოვს. იუკოთი წაგვაგებინეს, აი ბატონი ვალოდიაც ჩაერთო ნუსუბიძე. ეს ალბათ რომელი წლებია 2000-ის ზემოთ არის 2000-ის ზემოთ კი ხო ან ქალაქის ხო არ გახსოვთ სოფლიო ჩემპიონატი დიდებში იყო შეულებრივად ხო დიახ და აი ძალიან საკმაოდ კარგი მოჭიდავე იყო ეს ბავშვი ძალიან ჭადიჭრიდან დიახ ხო მე მახსოვს მე შემდეგი პერიოდი ხო ნინო იყო ოჯელაშვილი და მე გამოკი მონაწილეობას ღებულობდნენ ბავშვები უკვე ნინო არის აქ ამ ფოტოზე აი ნინო ეს ერთი თაობა ნინო მისი და არის ნათია ოძელაშვილი ეს ის თაობა უკვე რომელიც უკვე 2007 წელს უკვე ფეხზე იდგნენ უკვე საკმაოდ კარგად იდგნენ აი გოდეძიმ და ლუდამ რომ მოკიდეს ხელი და აი ასე წამოიყვანეს აი ეს ნაკადია და იქ მე ირინა ლეონიძე გამოჩნდა მე ირინა მახსოვს უკვე ბაქოს გრანსლემი აქვს თუ ორსები ირინას მოგებ არის აქ ირინას ხო და ლეონიძე მე უკვე მე როგორ მოვით უკვე აი ამ 2015-ის ჩვენ შემდგომი გოგოები იყვნენ ესენი რომლებიც აი ფესტივალიდან დაიწყო უკვე მართლა ახალი ერა კი ერთო გამოჩნდა იქ და სხვა გოგოები იყვნენ ხა მახსოვს ზიებებუშვილი იყო აი ეს ელენე ყიფშიძე ხო ბოდიშ ნატალია ხო ბრინჯაურვა იყო ხო მოსწავლეთა ოლიმპიური თამაშები რო ჩატარდა ფესტივალი ხო კი იყო თბილისის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და იქიდან ნუ აი 10 წლის თავზე მე მარიამ ჯანაშვილი არ შეიძლება დია მარიამ ჯანაშვილი ერთ-ერთი უძლიერესი მარიამი მართლა ძალიან კარგი გოგონა იყო აი ტრამვების გამო თორე ძალიან მეც მიახსენდა ხო ახლა ამერიკაშია გათხოვდა შვილი ყავს ძალიან ბედნიერი მარიამის პატარა და ვარჯიშობს ჩემთან და პატარა და ვარჯიშობს ჩემთან დია ნუ და მოდი რახანა ეს თანამედროვე პერიოდზე გადმოვედით, აი დღეს რა სიტუაცია გვაქვს და ამაზე რო თქვა, ქალთა ძიუდოში რა ხდება, რა ამბები არის, როგორი თაობა მოდის. ფანტასტიკური თაობა მოდის. ძალიან მაგარი თაობა მოდის. აქამდე საქართველოს ჩემპიონატები რო ტარდებოდა, წონაში შეიძლება 5-6 გოგო ყოფილიყო. ეხლა წონაში სავარაუდოდ 20, 250 მონაწილეა საქართველოს ჩემპიონატზე. აი ესე ხმამა ასაკობრივად უკვე ერთად კი არა ძალიან დიდი კონკურენცია მოდის მაგარი ბავშვები მოდიან რამოდენიმე ხნის წინ ეს ჩატარდა სარეიტინგო ჩატარდა და 4 ტატამზე მიდიოდა სერიოზული შეჯიბრი 4 ტატამი იყო აბსოლუტურად გადატვირთული ფიქრობ რომ ახლო მომავალში ძალიან სერიოზული შედეგები წამოვა საქართველოსთან ხო მით უმეტეს ახლა ხომ ნახეთ ჭაბუკების ევროპის ჩემპიონატზე. სხვანაირები მოდიან უკვე ის სხვა უკვე მზად არიან. უკვე ძალიან შრომის მარტო მიეცი საშუალება რომ შეჯიბრზე გამოვიდე. კი. თან ახლა მე ჭიდაობის სამჭედლოში ვარ, კახეთში და
იქიდან ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მეტი გოგონა ეროვნულ ნაკრებს მივაწოდოთ. ძალიან კარგი იქნება თან, მაგალითად წინა აქვთ ხა ეთოს სახით და სხვა გოგოების სახით ხო? ნინი ლოლაძეც ხა ჩემი პირადი მოსწავლეა, ჩემი პირადი მოსწავლეა და ნინიც რა თქმა უნდა საგარეჯოს წარმომადგენელია. ბევრი ასეთი კიდევ გოგონა ვარჯიშობს სხვადასხვა რეგიონებში. ხო და ახლა ჩვენ ამ ბებრებმა რომ გადავწყვიტეთ. სოფლიო რომ უნდა ვიჭიდაო, კაცო. მზადე ვეტერანებს ჭიდაობენ ჩვენი გოგოები. აი, რამხელა შეკრება მოვაწყე. როგორი мотиваცია მოუტანე? ნუ და მოდი, აი ეხა ეს იუბილერო აღნიშნეთ ბოლოსკენ ეს თქვათ და მე ვეტერანების თემით ასე თქვათ დავასრულოთ. ბავშვებზე არ ვთქვათ. აუცილებლად კი ვთქვათ ეგ 100%-იანი კი. მოდი ვთქვათ ჯერ იუბილე რომელიც როგორ მოეწყო ეს რა მოხდა? დამირეკა მზია მელქონაშვილმა და მთხოვა რომ რაღაცა შეკრება მოგვეწყო თურმე იას და მზიას უკვე უსაუბრიათ. მეც არ დავზარდი შევქმენი ჩატი, სადაც ერთ საათში ისეთი ამბავი ხდებოდა. მოკლედ გავაცოცხლე 84 წელი. ყველამ გაიხსენეს ის თავიანთი ჭიდაობის დრო, პერიოდი, ძალიან დიდი ცრემლები, სიხარული, სიყვარული, შევიკრიბეთ, აღვნიშნეთ. ანუ შეიკრიბეთ ძიუდოს აკადემიაში, ანუ ფედერაციის ვარჯიშის საჩვენებელი შეხვედრებით ჩაატარეთ. ტელევიზიაც მოიყვანა, კიმანოებიც მოიგეს გოგოებმა და ყველა იყო ძალიან ბედნიერი. მე მგონი ფედერაციას აქტიურად ჩაერთო ფან-კლუბი ჩვენი კიდე ძიუდოსი და დიდი მადლობა. ყველა მიიღო მედლებიც, მე მგონი რაღაც ისე აღნიშნეთ ძალიან ისე. მედლები, ბანერები ფავარია გაიხსენეთ ის პერიოდი ძველი ამბები და კიდე ალბათ ეხა მოსაგონი არის ძალიან ბევრი ყველაფერს ეხა ვერ გავიხსენებ. ხელა мотиваცია მოვიტანეთ რომ ახლა გოგონებმა დაიწყეს ვარჯიში ამ ვეტერანმა გოგონებმა და ემზადებიან მსოფლიო ჩემპიონატისთვის. აი კიდე ერთი ვეტერანი შემოგვიერთა გოჩა თანდარაშვილი და უნდა რომ გამოვიდეს 100 კილოგრამში კაცებში. იქით უნდოდა ეხა ალექსი დავითაშვილისკენ უნდოდა რომ იქაც შემიძლიაო, მაგრამ გოგოლებთან მოუწდი ბეწვა რა. შანსი არა გაქვთ. გოჩას მივესალმებით. ხო და ესე ვეტერანებზე გადაწყვიტეთ რომ დაახლოებით 10-ნი ვართ, რომელიც ვაპირებთ. ხო, ნუ თქვა ფინანსებს ვიძიებთ ჯერჯერობით. პარიზში. მეზრეშვილი აღარ მყავს რომ შევაწუხო და რა ვიცი. კიდე მოვიდაო რო თქვას, ხო? ეს კიდე მოვიდა კაცო. ხო, სხვა შევაწუხო. შანსები იქნება და ალბათ მით უმეტესად ბოლო პერიოდში მხარდაჭერა არის როგორც მე ვიცი, ხო, ვეტერანი ფუნქციონერების მიმართ და რუსთავში ცხოვრობდა რუსთავის მერია და სპორტის სამსახური, გულანთებულები არიან სპორტსმენების მიმართ და დარწმუნებული ვარ რომ მე მაგალ დამაფინანსებენ. და რა თქმა უნდა ისეთი გუნდია თლიანად ისეთი გუნდის სპორტის სამსახური მადონირაბი დიმეტრაშვილი და ქალაქის მერი რომ თავარია რაღაცა გააკეთე ყველაფერში გვერდში გვიდგანეთ. აი სანამ კიდე ვეტერანებზე გადავართ, აი აქ დანახე ეს ფოტო უნდა განახო. აქ შემოყურებდი და ხო ხედავ. დიახ, ხედავ. ერთ-ერთი ჩემპიონატური ტურნირი არის ეს, როგორც დიქტორის, აი აქ ვარ თავჩარგული მიკროფონით. მე კიდე ტაბლოსთან კი. აი ვანახოთ. რაღაცა სასაცილო ტაბლოები. ეს არის სხვა ტაბლოები 10-12 რა. ეს არის ძველი სპორტის სასახლე. ძველი, ის ძალიან მიყვარს ის ძველი სასახლე. ხო. ძალიან, იმიტომ რომ რაღაცნაირი მოგონებები მაქვს. 11 მე საჯობ მაცავარა. უგუნებდა ხოლმე ძველი სპორტის სასახლე. აი და მოდი ეს ერთ-ერთი ბოლო ფოტო ვანახოთ. ეს არის თუ საქართველოა ისე. არა, ეს არ არის საქართველო, ეს სოფლიო თასია. თბილისის სოფლიო თასი. აი, ზუსტად ეგ პერიოდია მაშინ, ხო? სოფლიო თასი, ეს არის ზუსტად მახსოვს ეს შეხვედრა რომ ვიმსაჯე და გამოვედი. ხო, მე მგონი მე აქ გამოვაცხადე referee from Georgia. იას გულაძე. ხო, აი მაგის კარგი შეჯიბრი იყო. ხო. და ეს შეხვედრა მახსოვს იმითი რომ შეფასება ბაზარი მივეცი. დიახ. და ერთ-ერთმა ცნობილმა მსაჯმსა პრესტიჟულმა მსაჯმა მივიდა კომისარს და შეაცვლევინა იუკოთი. რომ გამოვედი, მე ბოდიში მომიხადაო, რომ კარგად ვერ დავინახევ და ატმაშკა რომ მიგაცემინეო, მაგისთვის დიდი ბოდიშიო.
გასაგებია ხო ისე საჯობაზეც ძალიან გაკვირთ და შემდეგ მე ლუდას მინდა ვკითხო ერთ თემაზე ადაპტირებულ ძიუდოს თემაზე ხო საჯობის აუშვთა ის საერთაშორისო არენაზე კიდევ უფრო წინსულის საშუალება როგორა აი ქალების თქვენთვის მაგალითად რა ჯერჯერობით მე ვარ ერთადერთი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი საქართველოში 2008 წელში ია თქვენ სპორტის ოსტატიც ხართ ხო და და 2008 წლიდან 2014 წლამდე სანამ გრან-პრით გადაკეთდებოდა თბილისის მსოფლიო თასი, ყველა მსოფლიო თასი მაქვს ნამსაჯი თბილისში. კი. ბევრი ახლა გამიჭირდება ნამდვილად ჩამოთვლა, რამდენი საერთაშორისო შეჯიბრებები მაქვს და რამდენი ევროპის თასები და მსოფლიო თასები ნამსაჯი. უამრავი. ერთ-ერთი შენზენის მსოფლიო უნივერსიადა. დიახ. ერთ-ერთი უდიდესი შეჯიბრი, ძალიან ძლიერი და მე უკვე რო გრან-სლემი შემოვიდა საქართველოში და მე გრან-სლემის შემდეგ, გრან-პრის შემდეგ შეიცვალა IGF-ის და AJUS მიმართვა საჯებთან უკვე დაიწყო call by name გამოძახებებით დაიწყეს. მე უკვე ბევრი რამე შეიცვალა და ამ ეტაპზე ხო მე უკვე მეც ცოტა სხვა სფეროშიც მოღვაწეობდი და არ მქონდა კარგად ჩართული პენიტენციაში მუშაობდი და სპორტი და პენიტენცია ცოტა სხვადასხვა რაღაცა არის და ფაქტურად შევეშვი და მარტო საქართველოს ჩემპიონატებზე თუმცა თბილისში როცა არის ხოლმე ყოველთვის მე ხედავ რომ სულ ჩართულები ხართ სულ ხართ და რაღაცა კიდე მუსიკოს კიდე მინდა ვკითხო აი ფეხბურთზე ხა უცებ გამახსენდა რა იმიტომ რომ ერთხელ იყო რომ მე გორში ვიყავით ну მე ჩემი დიქტორად რაღაც ხალხთა ფეხბურთის თემა იყო და ერთმანეთს ირლანდიას ვეთამაშებოდით ხო და რაღაც გამიკვირდა რომ ძიუდო და მაგრამ ესე იგი მუშაობთ ასევე ნაკრებებთან ხო ქალთა ეროვნულ ნაკრებში მუშაობ ქალთა კი არა და ასევე რაგბიზეც რო ხართ რაგბიზე ვიყავი დაახლოებით 7 წელი ვიმუშავე 7 ქალა ეხლა ბოლო 5 წელია უკვე ხო ფეხბურთში გადავინაცვლი ასე ვთქვი ეროვნული ნაკრების ფიზიკური თერაპევტი გახლავართ სულ გუნდის წევრი ხართ სულ მათთან ერთად მოგზაურობ დადიხართ ყველგან ხო ეხაც მოგიწევთ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სპორტი გახდა ეხლა ფეხბურთი ძალიან მიყვარდა მეთქი და გიждდებოდი ვერ გეტყვი მაგრამ აი ეხლა გოგონებთან ერთად რო ვარ აი სხვანაირი თვალით შევხედე ცოტა და ძალიან ემოციურია და აი როდესაც ჰიმნზე ვდგევარ ხოლმე აი გოგონებთან ერთად ხო თანამშრომლების ასე თქვა სტაფიც ხო ვდგევართ არა ჰიმნზე და ცრემლებს ვერ ვიკავებ ხოლმე სამწუხაროდ. აი, ასე მომდის ცრემლები ვერ ვიკავებ. მინდა ხოლმე რომ ხმამაღლა ვიტირო. ნუ აი ესეთ ბედნიერებს. არა ხმამაღლა მღერი ხოლმე სამაგერო ჰიმნს. ხო. მიდარია. აი ასე. ჰიმნი. ხო და ასე შემაყვარეს ჩემმა ფეხბურთელმა გოგონებმა ასე ფეხბურთი. ფეხბურთი თუ ქალთა ფეხბურთი და ფეხბურთი ზოგადად. არ ვიყავი დიდი გულშემატკივარი ფეხბურთის ასე ვთქვათ და როცა ჩვენი გუნდი თამაშობდა და თამაშობს, მაშინ ვუყურებ, მაგრამ აი როგორც ასე ჩაუჟდე და ფეხბურთს ვუყურო, არა. ასე გოგონებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან უყვარვარ და ძალიან მაფასებენ ჩემი გოგონებიც. ძალიან კარგი. მოვიკითხავ აქედან. აუცილებლად კი და წარმატება უსურვოთ. შემდეგ მე მგონი ეხამდელი ეტაპი დაიხურა უკვე ხო ვერა ხო შეიძლება მეურვე შარშანდელი პლეიოფშიც ვითამაშეთ კარგი შედეგი გქონდა შარშან წელს ცოტა ვერ გაგვიმართლა მაგრამ არა უშავს შემდეგისთვის უკეთესად მოემზადებიან ლუდა აი ამ პროექტზე რო კითხოთ ხო რა მოუკარი თვალი Facebook-ს მეგონი თქვენს გედოთ ხო თქვენ გედოთ უბრალოდ ხო და ადაპტირებული ძიუდო იქ მეგონი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების თუ როგორ არის ეს რო თქვათ რა და მეგონი ძალიან გახარებულები არიან ბავშვები და ძალიან მხარია ხო ჩემი ოცნების პროექტია გავიარე ხორვატიაში ერთკვირიანი სემინარი ტრენინგი 3 თვეა მუშაობ ამ ბავშვებთან ძალიან ბევრი ბავშვი მოდის. არა ჩაოლებრივი ბავშვები არიან და ამ ბავშვებში ჩაოლებრივად ტარდება ევროპის ზისშვილები, ხო? ზისშვილები. აი ხა გამახსენდა ხო. სპექტრი და შეზღუდული შესაძლებლობები. ძალიან მაგარი ბავშვები არიან. მეც მქონდა სხვათა შორის ასეთ ბავშვებთან შეხება, ნუ ოღონდ სხვა მხრიდან მე როგორც ფიზიკური თერაპევტი მქონდა და აი სასწაულები არიან, არ ვიცი რა.
უზომოდ თბილები. ძალიან თბილები და ძალიან მოსიყვარულეები და აი ხოლმე ძიუდოს ტურნირებზე იგივე აი ზაგრებშიც მახსოვს მე და სხვა ქვეყნებშიც ხშირად არის ხოლმე რომ რაღაც ტარდება აქტიობებია დიახ ჩაულებრივად ეს ბავშვებიც იღებენ მონაწილეობას და სხვა შორის რა მინდა იცით გითხრათ რომ აი პირველი მეცადინობა რომ ჩავატარე რომ მოვდიოდი მეორე გაკვეთილზე სულ გავნიცდიდი რომ ნეტა რა ემახსოვრებათ და ძალიან მაგრად ახსოვდათ ფიზიკურად არის ძალიან ძლიერი. ხარ ჩატარდა მზიშვილების ეს რაც უფრო შეჯიბრი იყო, შეჯიბრის შუაში ფინალურ ბლოკამდე საკად. და ძალიან კარგი ის იყო ბავშვები გამოდიან, ყველაზე მეტად რა მომეწონა, იცი თვითონ სპორტსმენები, ბავშვები რომლებიც ამ ბავშვებს ეხმარებოდნენ. ხო, დიახ. ერთმანეთს ასწრებდნენ, რომ ვინ დადგებოდა, ვინ გააკეთებინებდა გდებას, ვინ მეტ ემოციას მისცემდა. აი ამ ბავშვებს რო უყურებდა ეს მესიამოვნა, უზომოდ მესიამოვნა, აი ეს ბავშვებიც უკვე სხვანაირად უყურებენ მზიშვილებს და აი ძალიან კარგი. ტიპიური ბავშვები, ახლა ჩემი გუნდის ბავშვები ჩაოლებრივად ურთიერთობენ. კი ბატონო, ძალიან კარგი. რა ვიცი, აბა მოკლედ, ბევრი რამეზე ვისაუბრეთ, თუ რამე ისეთი სათქმელი, ხა ალბათ ამაზე შეიძლება კიდე ჩვენ რო 1-2 საათი ვილაპარაკოთ. თემას ამოწურვა შეუძლებელია. ხო, იმდენი რამე გექნება დასასრულებელი და ზოგადად ალბათ ნუ ძიუდოზე, ჯუდოზე ხა კაცთა ნაკრებზე ხო რამდენი ლაპარაკი შეიძლება, ხო ისეთი დონის სპორტსმენები ყავს და ახლა კიდე თლაც გაერთიანებული გუნდით რამხელა შედეგი დავდეთ, ხო, ეხლა ამაზე შეიძლება. დიახ. საამაყოა და ბედნიერი ვარ გითხრათ, იმიტომ ეს გუნდური ძალიან ის იყო, ხო, ემოციური ჩემი ცხოვრების აი ძირითადი ნაწილია. მე ვცხოვრობ, ჩემთან თენდება ძიუდოთი, ღამდება ძიუდოთი. მე რომ გავთხოვდი მოკლედ სახში დავდიოდი კიმანოებით. მე სულ კიმანოები მაცვია. რომელ დღესაც არ მაცვია ეს დეპრესია ჩემში. ამიტომ ძიუდო ძალიან. ესე დღეები, დეპრესიული დღეები ცოტა არის ალბათ, იმიტომ რომ ხო, ძირითადად კიმანოშია. გუზი თქვენც ესე ხართ და ანუ რა თქმა უნდა, ამდენი ხანია ხო ეხლა. ხო, მე ჭიდაობას ანუ ძიუდოს როცა თავი დავანებე, ხო, კიმანოები თავისთავად ხა გავრეცხე, დავდე, გამოვიღებდი, ცრემლებს დავუბრიდი და ჩავდებდი უკან. იმიტომ სხვა გამოსავალი არ მქონდა და ხო, ეს არის ჩემი ცხოვრების ნატურა, რომ აი ეს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატში მივიღო მონაწილეობა და აი ეს რაღაც ვეტერანებში მინდა რომ ავისრულო ეს სურვილი. ია თქვენასი ჩემს სიჯიუტეს გამოვიჩენ ალბათ. მე მწვრთნელად მუშაობ რუსთავში, ბავშვებს ვავარჯიშებ, ეხლა პატარები მყავს. საოცარი ბავშვები მყავს, აი ვერ ვიტყვე, ვერ გამოვარჩევ, ერთი მეორეზე უკეთესები არიან და ერთი მყავს ძალიან უცნაური ბავშვი არაფერს და მოვა და მეუბნება ხოლმე ვარჯიში რომ მორჩები, შენი კამარი მათხოვე და ხვალ მოგიტან. მიაქვს ჩემი კამარი და მეორე ვარჯიშზე დახვეულს მომიტანს და მამიდამისი მეუბნება სახში უკეთია და დადის. და ნენი ბავშვია ხა, ამას რო ვაჩუქო კიმანო, ეს კამარი სხვას ეწყინება. და ამიტომ ვერ ჩუქნი. ათხოვებ ხოლმე. სახში მიაკ და იღებს ფოტოებს და რა ჭკუაზე არ არის, აი ეს კამარი უკეთია ჩემი. ეხა მაგამრით რომ სოფლიო ჩემპიონატზე ვეტერანებში რა მედალი აიღოთ, ხო წარმოგვიდგენია რა ფას დაიდევს ეგ კამარი. რა თქმა უნდა, შეპირებული ვარ ბავშვებს პირველ შეჯიბრზე რომ წავიყვანი, ბიჭები ყავდა წაყვანილი. შეჯიბრი ჩატარდა და მოხდა ისე რამოდენიმე ბავშვმა მართლა გაიმარჯვა. და ყველა უყურებდა ჩემ მეორე ვარჯიშზე მოსულ ჩემ გორზე არ მეუთხარი ეს გოგოებს უნდა ვაჯ ვინც გახდება ჩემპიონი არ აქვს მნიშვნელობა რისი ჩემპიონი პირველი ჩემპიონი გოგო მიიღებს ამ კამარს და ეს ბიჭი ეს ძალიან საყვარელი სვანი არის და ძალიან საყვარელი ბავშვი და მე არ მაჩუქებოდა მეუთხარი შენ რო ჩემპიონი გახდები გაჩუქებ მე მამამისი იძახეს ნეტა მალე გახდეს ჩემპიონი აღარ შემიძლია ბოდავ სახში რომ იამასწავლებელმა კამარი უნდა მაჩუქოს ძალიან კარგი ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ. იქით, მადლობა. თქვენ რომ გაგვიხსენეთ, მოგვიწვიეთ, დაგვაფასეთ, ასე ვთქვათ. არა, სულ ხანდახან გული მწყდებოდა, რომ კითხვები მოდიოდა თქვენ ციუდოზე დადიოდით. ხო, თქვენ ჭიდაობდით? სად ისწავლე მსაჯობა? ჭიდაობდით? და ვინ გეუბნებოდ ხოლმე ამას კი? გეუბნებოდნენ საზოგადოების გარკვეული. დიახ, და ცოტა უხერხულად გრძნობთ თავს. ხო. და ახლა გვინდა რომ დავუმტკიცოთ სოფლიოზე და ასე რომ კი, წინ არის ყველაფერი ძალიან დიდი წარსული, ხა ამდენი რამე მე ბევრი რამე არ ვიცოდი ხა რას თქვენ მოყვებით და მართლა ისტორიული ამბები და
კიდევ ერთხელ ამ იუბილეს გილოცავთ ქალთა ძიუდოს შემოსვლით საქართველოში და ბევრი კალიგრამის დაემთხვა თან ხო ამდენ გამარჯვებას ეთოს ჩემპიონობას ნაკრების სამხელა წარმატებას და კიდევ წინ ბევრი კი რა თქმა უნდა გამარჯვება იქნება და ჩვენ არ ჩერდებით რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ გაუმარჯოს ჯუდოს ქალთა ჯუდოს ხო და წინ კიდე არაერთი წარმატებული ამბები იქნება და მომავალ შეხვედრებამდე ასე რომ მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმრები იყვნენ ქალთა ძიუდოს პიონერები საქართველოში რუსიკო კუპატაძე, ია ზოულაძე და ლუდა ფერაძე.